ქალბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დელეგატებო, ქალბატონებო და ბატონებო. დიდი პატივია მიმართვა მნიშვნელოვან ფორუმს საქართველოს ახალგაზრდობის სახელით. უკვე ერთი წელია, რაც მსოფლიო მდგრადი განვითარების 15 წლიან მოგზაურობაში ჩაერთო, სადაც ახალგაზრდებს სამმაგი როლი გვაკისრია, როგორც ბენეფიციარებს, პარტნიორებს და პოზიტიური ცვლილებების აგენტებს. აქვე მსურს მადლობა გადაუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და წახალისების უზრუნველყოფისთვის, ახალგაზრდობის დელეგატის პროგრამის ჩათვლით, რომლის ეროვნულ დონეზე განხორციელებისთვის მადლიერება მსურს გამოხატო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართ. საქართველოში ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება 2030 განვითარების დღის წესრიგის ძირითადი გზავნილი, რომელიც მოგვიწოდებს არავინ მოვიტოვოთ უკან. იმ სამწუხარო მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ახალგაზრდებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რასაც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სვლა გულისხმობს. საკუთრების უფლების მასიური დარღვევის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, თვითნებური დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის პარალელურად სურს ასევე ხაზი გავუსვა იმ ლინგვისტურ გენოციდს, რომელიც ხორციელდება ქართველებით დასახლებული გალის სკოლებში. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების შენარჩუნება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით სურს გაგიზიაროთ ერთი ჩემპიონის გამამხნევებელი, მაგრამ ამავდროულად ძალიან სევდიანი ისტორია. 2005 წელს 11 წლის გენო პეტრიაშვილი გატაცებულ იქნა ცხინვალის რეგიონში, სადაც მან პატიმრობის 100 დღე გაატარა. 11 წლის შემდეგ ის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა თავისუფალი სტილის ჭიდაობაში და საქართველოსთვის медаლი მოიპოვა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზეც. გენომ მოახერხა გადარჩენა და მისი ოცნების რეალობად ქცევა, მაგრამ ბავშვობაში მის მიერ გადატანილი ეს ტრავმა მას ლამის ჩემპიონის ტიტულის ფასად დაუჯდა. 2014 წელს მას დოპინგის გამოყენებისთვის 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, სანამ გაირკვეოდა, რომ ამ პრეპარატს გენო ექიმის დანიშნულებით რეგულარულად იღებდა ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ. მსგავსი ადამიანური ისტორიები უნდა გაჟღერდეს იმ ქართველი ახალგაზრდების სახელით, რომლებიც კონფლიქტის ზონებში ცხოვრობენ. საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათი ოცნებების, ჩემპიონობის და არა მათი შიშების კონფლიქტის მსხვერპლად გახდომის რეალიზებას. თუმცა ჩემი ქვეყანა 2030 დღის წესრიგით ხელმძღვანელობით განაგრძობს სწრაფ და წარმატებულ განვითარებას და უზრუნველყოფს, რომ 400,000 იძულებით გადაადგილებული პირი მაინც არ მოიტოვოს უკან. მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი სოლიდარობის ფონდს, ინოვაციურ გზას იმ ახალგაზრდების დასაფინანსებლად, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან, ან სტარტაპ საქართველო 2016, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდების ინოვაციურ ინიციატივებს მეწარმეობის განსავითარებლად. ასევე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ეგიდით საინფორმაციო სესიებთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნებზე მიმართული 2 პროექტი განხორციელდა. მდგრადი განვითარების მიზნების პირველ, მეოთხე და მერვე პუნქტებს ეხმიანება კამპანია, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით იქნა ინიცირებული. ფოტოები, რომლებზეც ახალგაზრდა შემკეთებლები, ელექტრიკოსები და სხვა მუშაკები არიან აღბეჭდილნი, სოციალურ ქსელში გავცრა და პოზიტიური გზავნილით, მრავალფეროვანია გზა წარმატებისკენ. მდგრადი განვითარების მიზნების მესამე და მე-11 პუნქტებს ეხმიანებოდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული ფლეშმობი, რომლითაც ახალგაზრდებმა მძღოლებს ქვეით და უსაფრთხო გადაადგილების უფლების პატივისცემისკენ მოუწოდეს. ახალგაზრდობის წარმომადგენლის მიერ ჩატარებული აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და უზრუნველყოფს ახალგაზრდების აზრიან მონაწილეობას ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც ახლა მხოლოდ 10%-ით არის გამოხატული. ქალბატონო თავმჯდომარე, გაეროს მსოფლიო გამოკითხვა ჩემი სამყაროს მიხედვით საქართველოში ახალგაზრდები უპირატესობას დასაქმების შესაძლებლობის არსებობას ანიჭებენ. ამასთან ერთად უმუშევარი ახალგაზრდების უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს, რომელიც ხადად გვიჩვენებს, რომ დასაქმებისა და განათლებას შორის არსებული ბუნებრივი კავშირი დარღვეულია. საქართველოში უმაღლესი განათლების დიპლომს მეტი ქალი ფლობს, ვიდრე მამაკაცი, თუმცა უფრო მეტი მამაკაცია დასაქმებული, ვიდრე ქალი. სქესთა ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის დისბალანსი მხოლოდ ეკონომიკური დისკრიმინაციით არ გამოიხატება და მას სექსისტურ თუ სექსუალურ ძალადობაზე დაფუძნებულ დანაშაულებამდეც კი მივყავართ. თუმცა მე დღეს ვსაუბრობ თქვენ წინაშე როგორც მეორე ქალი და მეხუთე ფემინისტი 5 ახალგაზრდობის წარმომადგენელს შორის 2012 წლიდან და ეს ფაქტი იმ უკეთესი საქართველოს გამოხატულებაა, სადაც გოგონებს და ბიჭებს თვითრეალიზაციისთვის თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ.
მსგავსადვე, მართალია გულსატკენია, რომ ახალგაზრდა ქართველების 53% შეზღუდული შესაძლებლობების სტიგმას სოციალურ ნორმად აღიქვამს, საქართველო მაინც წინ მიიწევს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ და ავითარებს ადაპტირებული სპორტის სახეობებს. მაგრამ განვითარება ვერასდროს იქნება მდგრადი მშვიდობის გარეშე. ჩვენ, ახალგაზრდები საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, საკუთარი კომუნების ერთგვარი მეჩირაღდნეები ვართ, როცა საქმე მდგრად განვითარებას ეხება და ერთად ბევრად ძლიერები ვართ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთმანეთად და ვთქვათ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ წინ დავუდგეთ მტრობასა და შიშ, სოციალურ სამართლობას, გენდერულ თანასწორობას და რაც მთავარია უცოდინრობასა და ინდიფერენტულობას. სრულიად საქართველოს ახალგაზრდებმა უნდა გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა და დავინტერესდეთ ჩვენი საერთო მომავლით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.